დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით თბილი და ტკბილი სალამი ყველას. დღეს გვაქვს ძალიან ცუდი ამინდი. წეღავს სარეცხი გავფინე და ისევ ავიღე. ეხლა ისე წვიმს. გუშინ ღამის 11-ზე დაიწყო წვიმა საშინელი. 11-ის ნახევარზე არა, 12-ის ნახევარზე. საშინელი წვიმა ჩამოიქცა ცა. ხო და ვერაფრით ვერ დავეცინე, მე კოღოებმაც რა ვიცი ის აპარატი შველიდა და გუშინ გაცოცხლდნენ და გაგიჟდნენ კოღოები არ დამაძინეს და დღეს ვერავდექი 9:30-მდე და ეხლა დილას სარეცხი გავფინე, ჩვენიერი ამინდი იყო. უცებ მოიშალა ამინდი და მაგარად გაწვივდა. აი მაგარი ამინდი გვაქვს დღეს. გუშინ სიცხით ვიწოდით, დღეს აგრილი და კაია. მაგრამ წვიმა ძალიან საშინელი და არ ვიცი, თარეულია მოკლედ. ასე რომ დღეს გამოგვეწერა სახლში ჭდომა. ერთს გარეთ გახვალ ამ წვიმაში და ერთს აივანზე. ცუდი არა და მინდოდა სადმე გასვლა დღეს და სადმე რა ისე გასასეირებლად თორემ სხვაგან არის. აი რა შევს ამინდია. გამოიდრება და გავალთ. დღეს არ უნდა ყოფილიყო წესით რომ ნახე ამინდის პროგნოზი, არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ და კიდეს არ ეცხრეცხავ. ამირაიც წასულია ამ წვიმაში, მუშაობს. თემუს SMS-ები მოდის და მოდის და მოდის. არ გამომწერია, კაი ხანია რამე და ეხლა ზედიზედ მოდის რაღაც SMS-ები, რომ კალათაში კი მაქვს ჩაგდებული რაღაცები, მაგრამ რატომღაც აღარ მინდა რამის გამოწერა. თუ ისეთ რამეს გადავეყარე, კი, მაგრამ ოჯახისთვის რომ გამომადგება, ისე რატომღაც აღარ მინდა. თან ჩვენთან აქ გახსნილია ჩემიდან შორს ცოტა. კვლევით ინსტიტუტთან გახსნილია მაღაზია. ეს საოჯახო თითქმის ყველაფერი არა, მაგრამ თითქმის ყველაფერი არის და დამატებულია 50 თეთრი მაქსიმუმ ლარი, მეტი არა და ახლა კვირეებით ცდას იმას როდის ჩამოვა აგერ ვიყიდო მირჩევნია და თუ რამეს გადავაწყდი, იმას არ ვამბობ, არ გამოვიწერ თუ რამე მომეწონა, მაგრამ ბევრი რამე გამოვიწერე და ბევრი რაღაცის ყოფილი ვარ მაგალითად. ეს სახელიც იქ მაქვს ნაბიჯი. ესეც მაგათია, ესეც იქ მაქვს ნაბიჯი, მაშინ რომ გაჩვენეთ ორი. და ლარიც არ იყო განსხვავება, რაღაც 90 თეთრი იყო, მე მგონი. თუ რამეს გადავაწყდი იქ, მირჩევნია გამოწერას ვიყიდო იქ. ამ წუთას მაინც არ ვაპირებ რამის ყიდვას და არა და მოდის SMS-ები. თან კაი დიდი მაღაზია. აკვაბები, ასეთი გენი, რა ქვია, ვაზები, წვრილმანები აუარებელია. წვრილმანები ძალიან ბევრი რამეა. თანათან უფრო შემოაქვთ რა ამატებენ და მაგრად წვიმს და თან პირდაპირ ფანჯარის კარის ძირში აწვიმებს. გუშინ იქ
ყვავილები ისე მიდევს ხომ ის ორი ახალი ყვავილი რომ იყიდე კედელთან და რომ გაწვიმდება მთელ კედელთან მოდის ფანჯარასთან მოდის და აწვიმებს გუში გადმოვაჩოჩე რომ არ მინდა გავაფუჭო და ბევრი წყალი ესხას თეთრი კალა უკვე ამ ხელაა გამხდარი ძალიან ლამაზია კალას რომ გავს მე მაინც კალას ვეძახ გუში კოტლეტები რომ გავაკეთებ всё შეიჭამა ის რაც შევწვი იმაზე მეც არ შეჭამდნენ და იმიტომ არ შევწვი თორემ კოტლეტები კიდეა იურეთ შეიჭამა დღეს ახლა კიდევ რაღაცა მაქვს მოსაფიქრებელი მაგრამ ჯერ არ მაქვს მაშინ არ ვიცი ჯერ მიმოვხიზდა ერთი და მე ვნახოთ რას მოვიგონებ გარეთ ვიყურები რომ ისეთი იგია მე მგონი ქარიც ეხლება ცოტა და აქ მაგ გარეთ პატარა მაგიდა და ჩემი კუთხის რომ აბინა ისეთი ქარია მოვარდება რომ იმ მაგიდას გადააყირავებს თან შეიძლება გადააჩოჩოს თუ ცოტა ქარია და ძლიერზე გადააყირავებს გამიტეხა თავის იგი იყო მინიანი ის გატეხა და ახლა ახალი გავუკეთეთ მინაზე მოდა მაგას ვუყურებ რომ თუ ქარია მოვარდა შიგნით უნდა შემოვიტანო მაშინ აქ ჩემთან კი ეხლა ის რომ შენდება იქნება ცოტა ჩაფაროს მეთქი ჩემთან აღარ იყოს მასეთი ძლიერი ქარი მაგრამ რა ვიცი ჩემთან მართლა ყველაფერი სხვანაირადაა შეიძლება იქით არაფერი არ მოძრაობდეს და ჩემთან სარეცხი ქანაობდეს სულ რომ კაი ამინდი იყოს ასეთი განსხვავებულია ეს კუთხის ბინა ისინი თუ დამფარავენ ახლა ერთი პლუსი მაინც ექნება ამ გვერდზე აშენებულ გოლფს ქარი და მზე იმდენად აღარ იქნება ხო შეიძლება მზეც აღარ ისე ჩახუროს რომ პირდაპირ აღარ ანათებს კედელზე ხო მაგრამ ზამთარში თუ სიცივე იქნება ეგ არ ვიცი ნახოთ წელს გამოჩდება უკვე ჩემს მე-10 სართულზე ხომ ვარ და ჩემს სახურავს აცდა უკვე მე-11-ეს აშენებ რაღაც პლუს მინუსი ექნება მე მგონი ერთი სიკეთე მაინც იქნება ჩემთვის შეიძლება და მაგიტომ გრილოდა ჩემთან ყველა იძახდა ცხელაო და ჩემთან სიგრილე იყო მართლა გუშინ კამბოტიც რომ გავაკეთე გადავიტანე დოქში ნაწილი და ნაწილი გადასატანი მაგ ახლა არა ვამჟავ საფხოლი ხა ყველაფერს თუ არ მიხედე და ისე უცებ გაფუჭდება რომ ერთს მიხვდები დღეს ნათია სახში იქნება ვიდეოს ჩავწერ ახლა და ერენაირად ვქთი ყველა სიკეთესთან ერთად და დავძახებ ყავასი. მიც უკაცაკ არის და დავლეთ ყავასი. დღეს ზუსტად არის მაგის ამინდი. ყავა და ჭორაობა. ჭორაობა ისე რომ თქვი, თორემ ჭორაობა მე არ მიყვარს. ნამდვილად არ მიყვარს ჭორაობა. თუ შევამჩნიე ადამიანს რომ იტანა, მოტანა ამბების და ჭორაობა და მაგის გამოზია ყავაზე რომ ამ რაღაც გაიგონ ამბავი და მე წავიდნენ და იჭორაო და რაღაცა მე მასეთ ხალხთან ურთიერთობა მიჭირს. არ მიყვარს და რა ვქნა. მეგობართან, ოჯახის წევრთან და ქალთან შენი გულის ტკივილი საუბარი სხვა არის, ჭორაობა კიდევ სხვა არის. ხა მეც ისე ვამბობ ზოგჯერ ვამბობ რა ასეთი ლაპარაკიც არ შეიძლება რომელი ფილოსოფოსი მივა
გუში ხომ ამბობდი ჩემ ძალს დაურეკავ მეთქი დაურეკე თბილისში როგორც წინა ორი ორსულობა ეხლაც ისეო ტოქსიკოზი მაქვს და სულ წევარო ხო და ეხლა ცოტა ამ წინა პერიოდში მაგას ასე მგზავრობაც უჭირს ყველაფერი უჭირს მერეც მთელი 9 თვე ისე არის რომ უჭირს რა 9 თვეს ისე გააქვს რომ ძლივობით არის სუნთქვა უჭირს ხო და სამსახურმაც გელა სამსახურზე გუში რომ თქვი და წელს არ ვიცი მე მგონი ვერ ჩამოვლიან და ვნახოთ აბა რა მე რა სიზამე თუ გადაწყვეტე ცოტა ხნით მაინც აგვისტოს თვეში მაგრამ ვნახოთ არ ვიცი სექტემბრის 15-ში მე ისევ სკოლა იწყება ვაღი იწყება და ვნახოთ არ ვიცი რა სიზამე თუ არა და მე მინდა ჩასვლა თუ ვერ ჩამოვლია იქნება მე მოვახერხო და ჩავიდე ჯერ არა მე ჯერ ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს გეგმაში მგონი ნელა გადაიღებს სარეცხები მაინც გავაშრო ეხლა რომელია საათი 11:15 წუთი ყოფილა ხო ჩავწერე ახლა ამ ვიდეოს და დავლებთ ყავას დღეს სხვა ისეთ საქმეს აქ ვერაფერს ვერ წამოვიწყებ დალაგების და ნახოთ საჭმელსაც რას ვიზამდა რამეს თუ მოვიფიქრე ნახოთ ჯერ ჩერები როდის მოდიან არ ვიცი საბნები მაქვს დასაბინავებელი თავის ყუთში ერთი შევინახე გუშინ და მეორეს მე ვერ ჩამოვიღე იმისი ყუთი და დღეს გიგას ჩამოვიღებ მაგის მაქვს დასაბინავებელი რომ ხა სანამ არ აცივდება არ მიყვარს ის რა ქვია ზედმეტად რაღაცა რომ დევს ყველაფერს მინდა რომ თავისი ადგილი კონდეს და ყველა დილას ვუყურებ ამას ისეთი კარგი ფესო წამოიღო მოვალი ხო ნათია და ნიცა მყავდა ყავაზე ნიცა მიკაკუნებდა კარებზე და უცებ შევწყვიტე ვიდეოს ჩაწერა და დავლიეთ ყავა წავიდნენ და მე გამოიდა რა მეგობრებო ღრუბელიც არის და ხან წვიმს მაგრამ ნუ მაინც ამინდად ითვლება და ჩემ რძალმა დამირეკა რაღაც უსაქმე მაქვს ფოტოს ჩარჩოები მაქვს გასაკეთებელიო და თუ გამოყვებიო და კი მეთქი როგორ არა გაყვები ყველაფერს გავაგდებ და წამოვალ მეთქი და მეც რამდენი ხანია მაქვს გეგმაში უცებ გადავიცვი და გავიქეცი ეხლა მოვედი ამ წუთას და გამოვიცვალე ხო და რამდენი ხანია მაქვს გეგმაში მეც რომ ჩემი შვილიშვილების ფოტოები მინდოდა უფრო პატარების ჩარჩოში გამეკეთებინა სარასი ხომ აქვს და რამოდენიმეჯერ გაჩვენეთ და იმ ორი ბიჭის მინდოდა კიდე და რამდენი ხანია და ის გადადებული საქმე ყოველთვის ხომ იცით რომ გადადებ საქმეს დარჩება და ეხლა რა უცებ თქვი რომ მეც გავაკეთებ მოდი მეთქი და გავიქეცი ამ წუთას მოვედი და გაჩვენებთ ეხლა მიკროფონიც მინდოდა მეყიდა იქ არ ქონდა მეც მეჩქარებოდა ჩემ ძალსაც და იქ ვეღარ ვიყიდე და მე სხვაგან წავალ და ვიყიდი ცოტა გასაწმენდია ჩარჩოები მაგრამ არა უშავს გავწმინდა ეხლა ასე გაჩვენებთ და მე გავწმინდა ხო და აი ნახეთ ეს ხომ ქონდა და გაჩვენეთ ეს არის გელასი სარა თბილისში რომ ყავს ეს ბრანჭიკელა ეხლა უკვე დიდი გოგოა ეხლა არის 8 წლის გახდება ნოემბერში დიდი გოგოა მაგრამ ასეთი პატარაობის მინდა რომ სამახსოვროდ დამრჩეს რაღაც რომ როგორი ბრანჭიკელები იყვნენ როგორი პატარები იყვნენ ეს არა გელასი და ეს
გავაკეთებინე ეს მქონდა ხო ეს არის იო ეს 5 წლის არის და ეს პატარა განასურათები მაქვს უფრო კარგი სურათებიც მაქვს მაგრამ ასეთად მინდა რომ დამრჩეს და დამამახსოვდეს და იმიტომ თორე უკეთესი სურათებია ხო ეს არის იო ეს სარა და იო არის გელასი თბილისში რომ არიან და მესამეს რომ ველოდებით ხო და იო ეხლა უკვე დიდი ბიჭია 5 წლის აქ პატარა არის ეხლა სუსტი ასეთი ბუნჩულა აღარ არის მაგრამ ძალიან საყვარელი ბავშვები არიან ორივე ძალიან საყვარელი ეს გოგოსი განსხვავებულია და ბიჭებს ერთნაირი გავუკეთე ეს არის გიგასი ნათანიკო ეს არის ნათანიკო გიგასი ესეც არ არის ძალიან პატარაობის მაგრამ ნათანიკო ჯერ პატარა არის ისედაც და ამაზე პატარა სურათებიც მქონდა მისი პატარაობის მაგრამ ძალიან ლამაზად იყო ამაში და გავაკეთებინე ეს არის გიგასი ნათანიკო და ეს ორი გავაკეთებინე დღეს რა საყვარლები არიან ხო ძალიან მინდოდა ძალიან და ეხლა ერთი პრობლემა მაქვს რა ასე ერთიანად რომ გადავიღო და გაჩვენოთ რა სიცოცხლეები არიან მოიცა როგორ გავაკეთო ისე რომ აქ ჯერ არამილაგებია საჭმელი და ანუ მოდით ზალაში დავდოთ და ხილი და ყველაფერი მიდევს ისევ რომ არ გავვარდი და ინახეთ როგორები არიან საყვარლები აქ მიდევს ხო ხაჭაპური ყველაფერი დევს მაგრამ ეხლა ამას სანამ ავალაგებ მე ძალიან დამეგვიანდება აი როგორები არიან ჩემი პაწაკუები ხო და ერთი პრობლემა რა მაქვს ეხლა მე არ მაქვს მისაღებში ისე რამე გაკეთებული თაროები რომ დაალაგო და იყოს ლამაზად და ჩანდეს ერთნაირად და კი ეხლა მაგიდაზე დადებული არ მინდა ტელევიზორთან ისე არის რომ იქ ვეღარაფერს ვეღარ დადებ რაღაც იმის თვითონ იმის აპარატებია Wi-Fi-ის რა ქვია იმას სილკნეტის და რაღაცეების და იქ აღარ არის ისე ადგილი და მე მინდა რაღაც რგვალი ისინი რომ იყიდება შეგიძლია ზაკაზითაც შეაკერიო და ისედაც იყიდება თაროები აქვს ასე მრგვალში ჩასმული გინდოთ კუთხეში არის განსხვავებულნაირია ასეთი იმით ფორმები ძალიან ბევრი ვნახე Facebook-ზე და მაგი მინდა ერთი გავაკეთო და იმ თაროებზე მე აგენის სურათსაც დავაწყობ და სხვა რაღაცეებსაც და სიხალისეს შევიტან მისაღებში ძალიან მინდოდა და ეს სურვილიც ავისრულე განა ძნელი იყო მართლა კაპიკები ღირდა ეს იგი ჩარჩვები რა ვიცი იმ ბიჭმა ამ ორივეში 16 ლარი გამომართვა სურათებს უჩუქნიო რა ახლა 16 ლარი მართლა 8 ლარი დაჯდა ჩარჩო და ყველაფერი არ ვიცი ახლა ჩუქნის რატომ დამაჩუქო ჩემი ნაცნობი არ იყო ნუ დაჯდა ორივე 8 ლარი ხო და ეგეც გავაკეთე და მიყვარს ასეთი რაღაცეები ძალიან და გავხალისდი მართლა ასეთი რაღაცები როცა ელემენტარულ სრულისაც ვისრულებ ხომ ის ჩემთვის არის რაღაც ბევრ ამას ნიშნავს არ სხვისთვის შეიძლება ასე არ არის მაგრამ ჩემთვის ეხლა ეს არის ძალიან დიდი სასიხარულო რამე რომ მინდა და გავაკეთე არ ვარ ისეთი ხომ იცით რომ დიდი პრანჭია რაღაცა და ეხლა რაღაც გრანდიოზულ ჩარჩოებში ჩამესვა ჩვეულებრივი და ძალიან თვითონ ლამაზები არიან თვითონ გემრიელები არიან და რა მნიშვნელობა აქვს რომელი ჩარჩოში იქნება ძალიან ლამაზები მყავს მე მეოთხეც რომ შეგვეძინება იმასაც კიდე ცალკე გავაკეთებ ცოტას რომ წამოისდება ასაკით ეხლა რომ თქვა თითქმის ყველა არის იმ ასაკის ამ სურათებით ხო მეგობრებო რა ვიცი ზოგჯერ ასეთი ვარ უცებ თუ დამარტყამს თავში და მაგრამ ჩემი რძალი გახდა ეხლა მიზეზი და
გავარდი, თორემ შეიძლება კიდე გადამედო, რამდენჯერ დავაპირე, რამდენჯერ და ვერ მოვახერხი. ისე ჩაცხა, ეხლა სახლში ძალიან სიცხეა, იმიტომ რომ კარები ჩახურული მაქვს. არა უშავს, მე გავაღებ კარებს და გავგრილდები. მაგრამ სირბილი ჩქარა მივედი და მოვედი, ყველაფერი მაქვს, როგორ თქვა, ისე არეული დალაგდება. თავარია ეს საქმე გავაკეთე. ეხლა მივარდები, მოვარდები და ყველაფერს უცებ გავაკეთებ. ხო, არეული ვარ მეთქი და ჩვენთან აჭარაში ამას კუთხურით შემორჩენილი არეულს ეძახიან მიმოწაწალებული ვარო. ხო და ზუსტად მასე ვარ ეხლა მე და კარგით მეგობრებო, უცებ გამახსენდა ეს სიტყვა და თქვი, კარგით მიყვარხართ ყველა ძალიან და გემშვიდობებით აბა ყველას ქონოდეთ წარმატებული და ბედნიერი დღე. მიყვარხართ ყველა ძალიან. საღამოს მოვა. დროებით.